ჩემო კოლეგებო, ჩემო მშობლებო. დღევანდელი დღე შემაჯამებელი მესამე საჯარო სკოლამ კიდევ ერთ ლამაზ ღონისძიებას უმასპინძლა. მეორე კლასის პედაგოგმა დოდო კიკალიშვილმა ნოვაციას არც ამჯერად უღალატა და მოწვეულ სტუმრებს მოსწავლეების შესაძლებლობა საკმაოდ კრეატიულად დაანახა. ღონისძიება შემოქმედებით შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ბუნებას, როგორც ცოცხალ არსებას ეხებოდა. თემა ჩვენ ეკოლოგიის სადარაჯოზე მოზარდებმა პუბლიკას ბანერების მეშვეობით გაუცოცხლეს და ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს. ეს ღონისძიება არის ერთადერთი მაგალითი იმისა, რომ პატარა ბავშვები პატარაობიდანვე ზრუნავენ საკუთარი გარემოს ბუნების დაცვას. მე დავრგე, შენ დარგე, ყველამ ერთად დავდგოთ სიცოცხლის მომავლის ხე. თეატრალიზებული ღონისძიება გარემოზე მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავებას ისახავდა და კვლევებსა და ძიებას ეყრდნობოდა. დღევანდელი ღონისძიების თანამონაწილენი არიან მეორე და მე-10 კლასელები, ჩემი ყოფილი კლასი. ღონისძიება მიეძღვნა საკმაოდ საჭიროებო საკითხ ეკოლოგიასთან დაკავშირებით თემაზე ეკოლოგიის სადარაჯოზე. თქვენ ხედავთ ირგვლივ, რომ ჩვენ არც ერთი ხე არ მოგვიჭრია ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებით გააკეთეს ეს პეიზაჟები. ნამდვილად მოხიბლული ვარ, საოცარი ღონისძიება იყო, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო ვინაიდან დოდო მასწავლებლის ღონისძიება ყოველთვის ასეთი საოცარია. ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება 5 კვირის განმავლობაში მუშავდებოდა და მასში მეორე კლასელებთან ერთად თანამონაწილეობა მე-10 კლასელებმაც მიიღეს.